საღამოშვიდობისა დღეს ხუთშაბათია და პირდაპირ ეთერშია სტუდია 4 სტუდიაში ჟურნალისტი სოფო ცერცვაძე მუშაობს. ევროკავშირის ახალი პროგრამა, რომელიც ხელოვანებს საკუთარი შემოქმედების დაფინანსებას თავაზობს. პროგრამა, რომელშიც ჩართვაც მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვისაა შესაძლებელი, თუმცა საქართველოს გამონაკლისი აღმოჩნდა. ბიუჯეტი, რომელიც მილიარდზე მეტ ევროს შეადგენს და შანსი, რომლის გამოყენება ყველა შეუძლია. რა კრიტერიუმებით ხდება შერჩევა და რა არის ამ პროგრამის მთავარი მიზანი? რატომ მიეცა საქართველოს შანსი ჩაერთოს ამ პროექტში? რა არის საჭირო იმისთვის, რომ პროექტის მონაწილე გახდე? კულტურა, კინო, მედია და ხელოვნების სხვადასხვა სექტორები, ეკონომიკური წინსვლა და სამუშაო ადგილების შექმნა. ევროკავშირის ახალი პროგრამა შემოქმედებითი ევროპა სტუდია 4-ის მთავარი თემაა. ჩვენი გადაცემის სტუმრები შემოქმედებითი ევროპის კულტურის ოფისის წარმომადგენელი ქეთი ჩენგელია და მედიის ოფისის წარმომადგენელი ნოშევან ჩხაიძე არიან. თუ მუშაობ შემოქმედებით სფეროში, კინორეჟისორი ხარ, წერალი, შესაძლოა მხატვარიც იყო, მსახიობი, ან სულაც დიზაინერი. სულ ერთია კულტურის რომელ სფეროში მოღვაწეობ. ევროკავშირი აუცილებლად დაგეხმარება. როგორ? შემოქმედებითი ევროპა ეხმარება ხელოვანებს. დიახ, ზუსტად შენაირ ადამიანებს, რათა კულტურის სფეროს განვითარებისთვის მოიპოვონ დაფინანსება. მზად ხარ ახალი გამოწვევისთვის? მაშინ შემოგვიერთდი. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში იმისთვის, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობა. სანამ საუბარს დავიწყებთ, მე მაყურებელს ჩვენ სტუდიის ტელეფონის ნომერს შევახსენებ 0341 25 44 00. თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ და მიიღოთ გადაცემაში მონაწილეობა. ქეთი, შენგან დავიწყებ საუბარს. რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ევროპა აფინანსებს ამ პროექტს, რომ გითხრათ და ვისაუბროთ, ანუ რას ისახავს მიზნად ეს პროგრამა? მთავარი მიზეზი, რატომ აფინანსებს ევროკავშირი ამ პროგრამას, არის ის, რომ კულტურას ანიჭება ძალიან დიდი მნიშვნელობა ევროპაში. კულტურის მნიშვნელობას, კულტურულ თანამშრომლობას, კულტურის სექტორს ზოგადად. და სწორედ ამიტომ ფინანსდება ეს პროგრამა იმისათვის, რომ ხაზი გაესმას კიდევ ერთხელ კულტურის მნიშვნელობას სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის ქვეყნისთვის. გასაგებია, რა სიტყვით ნოშრევან თქვენ? დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, მედია მიმართულებაც, ანუ ეს პროგრამა შედგება ორი ქვემიმართულებისაგან. ერთი არის კულტურა, როგორც ქეთი ბრძანა და ასევე არსებობს მეორე პროგრამა, ანუ მეორე პროგრამა, ესე ვთქვათ, მედია. ეს მედია გულისხმობს აუდიოვიზუალური სექტორის, მულტიმედია სექტორის ხარდაჭერას, ამას შედის კინო, ტელევიზია და ყველა ის მიმართულება, რასაც მოიცავს აუდიოვიზუალური სექტორი. და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო შანსი არის ჩვენს ქვეყანაში მოქმედი კომპანიებისათვის, რომ მიიღონ მონაწილეობა და ამ მიმართულებით უკვე შეძლონ თანამშრომლობა უკვე ახლებურად ევროკავშირის და სხვა მონაწილე ქვეყნებთან. კარგი, რამდენადაც ვიცით, შემოქმედებითი ევროპის პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. ანუ საქართველოს ერთადერთია, რომელსაც პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია? არა მარტო ევროკავშირის წევრი ქვეყნებს შეუძლიათ პროგრამაში მონაწილეობის მიღება. პროგრამაში არის ჩართული 37 ქვეყანა. აქ არის ყველა ევროკავშირის წევრი ქვეყანა და დამატებით ისეთი ქვეყნები, როგორიც არის ვთქვათ, ნორვეგია, ისლანდია, ბოსნია, მონტენეგრო, საქართველო, თუმცა არის პირველი აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან, ვინც შეუერთდა პროგრამას. და მეორე ქვეყანა ამ ქვეყნებიდან არის ახლა მოლდოვა. საქართველოს შეუერთდა 22 თებერვალს, ხოლო მოლდოვა 18 მარტს თუ არ ვცდები. კარგი, ვისთვის არის ეს პროგრამა და საინტერესოა, რომელ ორგანიზაციებს შეუძლიათ რომ ჩაერთონ აი ამ პროგრამაში? ნოშევან, რა სიტყვით, ანუ ვის შეუძლია მიიღონ მონაწილეობა? თვითონ პროგრამა გამიზნულია იურიდიული პირებისათვის, ანუ აპლიკაციის შევსება, ეს ვთქვათ, განაცხადის შეტანა შეუძლია იურიდიულ პირს, თუმცა შეზღუდვა არ არსებობს. შეიძლება იყოს სარაკომერციული ორგანიზაცია, შეიძლება იყოს შპს, სააქციო საზოგადოება, შეიძლება იყოს სიპიც, ანუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ანუ მნიშვნელოვანი არის, რომ იყოს იურიდიული პირი, რადგან იღებს დაფინანსებას და გარკვეული პასუხისმგებლობები არის, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით და ევროკომისიას უნდა შეეძლოს, რომ ეფექტურად და მართოს და გააკონტროლოს, რომ დაფინანსება მიზანმიმართულია, რადგან გაასახადების გადამხდელების ეს ვთქვათ ფულით ხდება სუბსიდირება, თუმცა სხვა რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნები არ არის. ცხადია, თითოეულ კონკურსს გააჩნია თავისი პატარა მოთხოვნები, კიდე შეიძლება ასაკი იყოს მოთხოვნები, აი რა მოთხოვნებია, რომ გითხრათ, ვთქვათ, რომ უფრო ის იყოს ამომწურავი ინფორმაცია იყოს მაყურებლისთვის? დიახ, მე მოგახსენებთ მედია ქვეპროგრამის მიმართულებით, ეს დიდი მიმართულება არის 14 ესე ვთქვათ 14 სქემა გააჩნია დაფინანსების. საქართველოს ამ ეტაპზე 4 მიმართულებაში არის გაწევრიანებული, სადაც შეუძლია სრულად მიიღოს მონაწილეობა და იყოს განცხადებელი. ასევე დანარჩენ მიმართულებაში შეიძლება
მონაწილეობის მიღება, თუმცა განცხადებელი საქართველოს ამ შემთხვევაში ვერ იქნება. ამ 4 მიმართულებას მოგახსენებთ, ეს არის ტრენინგების მიმართულება, რომელიც აფინანსებს ისეთ აქტივობებს და პროექტებს, რომელიც ტრენინგებზე არის მიმართული, ასევე არსებობს ფესტივალები, აუდიტორიის განვითარება, რომელიც ძალიან საინტერესო მიმართულება არის და საშუალებას გვაძლევს დავაინტერესოთ ძირითადად ახალი თაობა, მაგრამ ახალი აუდიტორია, ესე ვთქვათ, ევროპის კულტურული მემკვიდრეობით, აუდიოვიზუალური სექტორით და არსებობს ცდომა ბაზრობზე, რომელიც ასევე საშუალებას გვაძლევს კინოპროფესიონალები, აუდიოვიზუალური სექტორის პროფესიონალები მივიწვიოთ და მივცეთ მათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ბაზრობაზე, სხვადასხვა ბაზარზე, რომელიც პროფესიონალებისგან შედგება. იურიდიული პირები, როგორც მოახსენეთ, აუცილებელია, ანუ განცხადება შეუძლია შეავსოს იურიდიულ პირს, თუმცა ცხადია ეს იურიდიული პირები სწორედ იმ პროფესიონალებისგან და იმ შემოქმედებისგან შედგება, ვინც რეალურად ანუ ასე ვთქვათ, საბოლოოდ გამოდის მოსარგებლე ამ პროგრამით. კარგით, კეთი, კულტურის მიმართულებით რა შეეხება? კულტურის მიმართულებაში არის 4 დაფინანსების სქემა. პირველი არის თანამშრომლობის პროექტები, ევროპული ქსელები, ევროპული პლატფორმები და ლიტერატურული თარგმანი. ყველა დაფინანსების სქემას აქვს თავისი პირობები, მაგრამ პირველ სამში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ის, რომ პარტნიორი ორგანიზაციები უნდა ყავდეთ სხვა ქვეყნებიდან იმისათვის, რომ შეიტანოთ განაცხადოთ და განახორციელოთ პროექტი. რთული არ არის ეს ყველაფერი? რთული არ არის, შესაძლებელია ნამდვილად. თავარია თუ გაქვთ თქვენი კონცეფცია პროექტის და გინდათ რაღაცის გაკეთება, მაშინ პარტნიორების მოძიებაც შესაძლებელია. თქვენ თვითონაც უნდა ეცადოთ, ორგანიზაცია უნდა ეცადოთ, რომ მოეძიოს პარტნიორები. თუ პრობლემა აქვს ამასთან, მაშინ შეუძლია მომართოს იგივე კულტურის ოფისს და კულტურის ოფისი დაეხმარება თავისი მხრივ, რომ გაავრცელოს ინფორმაცია ამ პროექტზე. ერთ-ერთი ის ლიტერატურული თარგმანის რასაც ეხება, ეს არის ერთადერთი დაფინანსების სქემა, სადაც ერთ ორგანიზაციას შეუძლია შეიტანოს განაცხადი. ესე იგი არ არის საჭირო, რომ თქვა, აი და თანამშრომლობის პროექტებში როცა არის მინიმუმ 3 ქვეყნის 3 ორგანიზაცია ერთად უნდა ახორციელებდეს პროექტს და შესაბამისად ერთმა უნდა შეიტანოს განაცხადი და 2 პარტნიორი უნდა ყავდეს. ლიტერატურის თარგმანში ასეთი წესი არ არის. ერთ გამომცემლობას შეუძლია შევიდეს შეავსოს განაცხადი და გააგზავნოს დაფინანსებაზე თავისი პროექტი. და რატომ თქვა ასე მარტივად აი ამ მხოლოდ ამ ლიტერატურულ თქვა სფეროს? ლიტერატურის თარგმანი არის განსაზღვრული იმაზე ლიტერატურის ნამუშევრების თარგმანზე. ამ შემთხვევაში პარტნიორი ასე მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, მაგრამ აუცილებლობა არ წარმოადგენს, იმიტომ რომ რეალურად მხატვრული ლიტერატურის თარგმნა და გამომცემლობაზეა მიმართული, არა უფრო როგორც თანამშრომლობის პროექტებზე ვთქვათ, ფესტივალის დაგეგმა, ან ბიენალეს დაგეგმა, ან პლატფორმებში ერთობლივი პლატფორმის შექმნა, სადაც ხშირ შემთხვევაში მონაწილეობას იღებს 10 ქვეყანა, 10 ქვეყნიდან 15 ორგანიზაცია და უფრო მასშტაბური პროექტის სახე ენიჭება ამ შემთხვევაში. ანუ მხოლოდ ერთი პარტნიორი შესაძლებელია, რომ ყავდეს თქვათ ამას და დააფინანსო, ან თუ პირობა კი შესაძლებელია, რომ შეიტანოს. უფრო მარტივად არის ასე ვთქვათ საქმე. კარგი, დეტალურად რომ გითხრათ, ჩვენ უფრო რომელი კუთხით გვეგბავთ აქტივობას? ნაშრავან. დიახ, ჩვენ წარმოადგენთ ამ პროგრამას საქართველოში და ეს ამ წარმოადგენლობას ჰქვია დესკი, ანუ კრეატივ ევროპის, ანუ შემოქმედებითი ევროპა პროგრამის დესკი წარმოადგენლობა საქართველოში, რომელიც წარმოდგენილია საქართველოში 2 ორგანიზაციაში. კულტურის მიმართულება კეთი. დიახ, ამ მიმართულებას მენეჯმენტს უწევს კულტურის სამინისტრო. და ანუ შესაბამისად კეთი შეგიძლიათ მიმართოთ კულტურის საერთაშორისო სამინისტროში, რაც შეეხება მედია მიმართულებას, რომელიც აუდიოვიზუალურ სექტორზე არის მიმართული. ამ დესკის, ანუ ამ ოფისის, თქვათ, ორგანიზებას აკეთებს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი. ანუ შესაბამისად, ანუ ამ 2 ორგანიზაციაში არის შესაძლებელი ამ კონსულტაციების მიღება. ჩვენი მიზანი დესკების არის ის, რომ ინფორმაცია მივაწოდოთ მომხმარებელს და თქვათ დაინტერესებულ პირებს ამ პროგრამის შესახებ, მაქსიმალურად აუხსნათ რა სარგებელი შეიძლება მიიღონ, ვაცნობოთ კონკურსების შესახებ ინფორმაცია, ასევე ხელი შეუწყოთ მათ პოტენციური პარტნიორები იპოვონ, ასევე ნებისმიერ შეკითხვას პასუხობთ, რაც აპლიკაციას ეხება, თუმცა უშუალოდ თქვათ ჩვენ აპლიკაციას ვერ დავწერთ, ცხადია, ეს თვითონ აპლიკანტმა უნდა მოამზადოს. შეიძლება შეკითხვით მოგმართოს, როგორც გითხარით და ასევე გადაგზავნა აპლიკაციის უკვე ხდება ბრუსელში, ანუ ევროკომისიაში. ვინაიდან ეს ევროკავშირის პროგრამაა, ცხადია ევროკომისია უწევს მართვას ამ პროგრამას.
ასევე გადაწყვეტილების მიღებასაც ექსპერტები უკვე ბრუსელში მიიღებენ. ანუ აუცილებელი არა ჩვენ მოგმართოთ, ანუ ჩვენ უბრალოდ ინფორმაციას გავავრცელებთ, ამ ხარს დაგიჭერთ, თუმცა პირდაპირ უშუალოდ ევროკავშირს შეგიძლიათ შეიტანოთ პროექტი და გადაწყვეტილებაც გარეშე ანუ შესაძლებელია რომ პირდაპირ შეიტანოთ. კარგით, რა პრობლემები შეიძლება წარმოიქმნას როგორ გონიათ აი ამ მონაწილეობის პერიოდში? ან თუ შეიძლება საერთოდ რომ წარმოიშვას რაიმე სახის პრობლემები? ერთ-ერთი პრობლემა ალბათ შეიძლება იყოს, რომ საქართველოში ორგანიზაციებს ნაკლებად აქვთ პროექტის მართვის გამოცდილება და ამ მიმართულებით პროექტის გაწერის ჩარჩოში მოქცევის რაც სჭირდება ევროკავშირს, ამის პრობლემა შეიძლება იყოს. კიდე ერთი პრობლემა შეიძლება იყოს ინგლისური ენა, იმიტომ რომ აპლიკაცია შესავსებია ინგლისურ ენაზე და შესაბამისად კარგი ცოდნა არის საჭირო იმისათვის. ეხმარებით აპლიკაციის შევსებაში თუ თქვენ ჩვენ ვერ დავწერთ აპლიკაციას, მაგრამ თუ კონკრეტული შეკითხვა ექნება აპლიკანტს, ბენეფიციარს, იმაზე თუ როგორ ჯობია, მაშინ კი ამ რჩევით დავახმარებით. თუმცა თარგმანში მონაწილეობას უფლებაც არ გვაქვს რომ მონაწილეობა მივიღოთ. ანუ მხოლოდ ეს სახის პრობლემები შეიძლება იყოს უშუალოდ შევსების დროს და სხვა თქვათ გამორიცხავთ რაიმე სახის პრობლემებს. კიდე ერთი პრობლემა შეიძლება იყოს იგივე პარტნიორების მოძიება, ამიტომ რომ თუ გამოცდილება არ არის ამ კუთხით, რთულია რომ გახვიდე და მოძებნო პარტნიორი, მაგრამ ამაში ერთვებით თქვენ. კი, ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ჩავერთოთ. ჩვენ შეგვიძლია ბენეფიციარს შეუძლია მოგმართოს ჩვენ თავისი კონცეფციით. ჩვენ ჩვენი მხრივ გავავრცელებთ ინფორმაციას სხვა ქვეყნებში. ამაზე რომ არსებობს საქართველოს ასეთი ორგანიზაცია და უნდა ამდაგვარი პროექტის განხორციელება. გასაგებია. რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ მონაწილე კომპანიებმა? აი დეტალურად რომ ვისაუბროთ, იმიტომ რომ შეიძლება ბევრი მსურველიც გამოჩნდეს, ახლა შეიძლება ზიან ტელემაყურებელთან და თქვათ მოუნდათ ამ პროექტში ჩართვა და მონაწილეობის მიღება. მათთვის რომ იყოს ეს გასაგებად. დიახ, მოგახსენებთ, ანუ შესაბამის მიმართულებას თქვათ კულტურას და მედიას თავისი მოთხოვნები გააჩნია, ანუ ის 4 სქემა დაფინანსების რაც არის, აცხადებს საკუთარ კონკურსს, ძირითადად მედია მიმართულებით, შემოდგომაზე ველოდებით უმეტეს კონკურსის გამოცხადებას და იქ არის ხოლმე განსაზღვრული კონკრეტული მიმართულებით გარკვეული მოთხოვნები. დაუშვათ ფესტივალების დაფინანსების შემთხვევაში იქ არის განკუთვნილი მოთხოვნები ფესტივალის მიმართ, რა პროცენტით შეიძლება კონდეს ევროპული პროდუქცია, რა აუდიტორია შეიძლება ყავდეს ფესტივალს, რამდენი წელი უნდა არსებობდეს ეს ფესტივალი თუ ის იურიდიული პირი, რომელიც მიმართავს, ანუ რომელიც განცხადებას აკეთებს. თუმცა განსხვავდება, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ გასულ წელს გამოცხადებული კონკურსების მიხედვით, თუმცა საქართველოს წელს მივერთდა ამ პროგრამას, თებერვალში მოვაწერეთ ხელი, რატიფიცირებაც შემდგომ უმალვე გაკეთდა და უკვე წელს უკვე საშუალება გვაქვს რომ ამ წლიდან ვისარგებლოთ ამ პროგრამით. რას ნიშნავს რომ შემოდგომაზე მედია მიმართულებით რაც გამოცხადდება უკვე კონკურსები შეგვიძლია უკვე მივიღოთ მონაწილეობა და პროექტი განვახორციელოთ უკვე მომავალ წელს. ანუ ვივარაუდოთ რომ დაფინანსება იქნება მომავალ წელს. რაც შეეხება კონკურენტუნარიანობას, ანუ საქართველოს თქვა უკვე ამ ევროპული საზოგადოების წევრი გახდა, როგორც ევროკავშირის წევრები არიან, ასე ვართ ჩვენც ამ პროგრამაში ჩართულები, კულტურაში სრულად და მედია პროგრამაში ამ 4 მნიშვნელოვან მიმართულებაში ვარ ჩართული. ამიტომ ცხადია ევროკავშირის ქვეყნებს შეიძლება მეტი გამოცდილება ჰქონდეთ პროექტული მართვის, როგორც კეთილ ბრძანად ცხადია ესეც ანუ ერთ-ერთი რისკი შეიძლება იყოს. მიუხედავად ამისა, როგორც ახალი ქვეყანა, როგორც ესე ვთქვათ, ახალი სისხლი, ახალი ძალიან საინტერესო იქნება პროგრამისთვის და ვფიქრობ, პარტნიორებისთვისაც განსაკუთრებით საინტერესო იქნება ქართულ ორგანიზაციებთან და კომპანიებთან მუშაობა. ამიტომ ეს გარკვეული პლუსია, მე ვიტყოდი ასე. როგორ გონიათ, ბევრი ორგანიზაცია ჩაერთვება? მოლოდინი როგორია? რას ფიქრობ, კეთიშე? იმედი მაქვს, რომ ბევრი ჩაერთვება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვიღაცასთვის რთული იყოს, მაინც ჩემი აზრით ყველამ უნდა ცადოს და შეიტანოს განაცხადი, იმიტომ რომ ესეც თავისი გამოცდილებაა. წელს თუ არ დაფინანსდება, შემდეგ წელს შეიძლება დაფინანსდეს. ანუ შანსი არის ძალიან მაღალი. კარგით, მაყურებელი გველოდება საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობის მივესალმებით თქვენს სტუმრებს. რა მაინტერესებს, რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს შეფეთქი ამ სააქციო საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, რომ მიიღოს მონაწილეობა ამ კონკურსში. კარგი, დიდი მადლობა კითხვისთვის, ჩვენ ვისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ალბათ მაყურებელი ახლა შემოგვიერთდა, კიდევ რომ განმარტოთ მოკლედ რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს კომპანიები. ან შეფესა. ერთ-ერთი პირობა, ყველა დაფინანსების სქემას აქვს თავისი პირობა, როცა გამოცხადდება კონკურსი.
პირობებიც დაიდება მაშინ, მაგრამ ერთ-ერთი პირობა არის ის, რომ უნდა იყოს დარეგისტრირებული როგორც იურიდიული პირი მინიმუმ 2 წლის განმავლობაში და უნდა ქონდეს მეტნაკლებად გამოცდილება თავის სფეროში. ამ შემთხვევაში კულტურის ეს არის აუცილებელი პირობა, ხო? დიახ. და შემდეგ უკვე სხვა დანარჩენი, რომელიც გამოქვეყნდება ალბათ საიტზე. დიახ, მედია მიმართულებისკენაც დავამატებდი, რომ შეიძლება აქაც გარკვეული მოთხოვნები იყოს თუ კონკრეტულად ფესტივალზე ხდება თქვა კონკურსში შეტანა. ამ შემთხვევაში შეიძლება გარკვეული გამოცდილება იყოს მოთხოვნილი ფესტივალების თქვა პროექტების მიმართულებით. თუმცა, ეს მოთხოვნები განსხვავდება ხოლმე ამ დაფინანსების სქემის მიხედვით. ძირითადად რაც კეთი ბრძანა ეს არის 1-2 წლიანი გამოცდილება კომპანიას და ასევე პროექტ ამ მიმართულებითაც იღებს კონკურსში მონაწილეობას, რომ გააჩნდეს გამოცდილება ამ. კარგით, რომელ სფეროში უფრო დიდ აქტივობას ელოდებით, კულტურაში თუ მედიაში? თქვენი შეფასება, რას ფიქრობთ? კეთი. იცით, კულტურის მიმართულებაში მე შემეძლია ვთქვა, რა სექტორი და რა დარგი უფრო დაფინანსებულა 2014-ში მაგალითად. ეს იყო საშემსრულებლო ხელოვნება და მერე ვიზუალური ხელოვნება. და ამიტომ, მაგრამ ასე გათვლა ვერ გავაკეთებთ, იმიტომ რომ ყველანაირი პროექტი შეიძლება დაფინანსდეს ყველა მიმართულებით და ასე კონკრეტულად გაწერილი არ არის. მაგრამ საშემსრულებლო სავარაუდოდ უფრო იაქტიურებს. გასაგებია. კარგით. რამდენ ეტაპიანია პროექტის შერჩევის პროცესი? რა სიტყვით ნაშრავად? დიახ, ორი ქვე მიმართულება არსებობს, როგორც მოგახსენეთ და ამ ქვე მიმართულებაში უკვე კონკრეტული დაფინანსების სქემის ფარგლებში ცხადდება კონკურსი. დაუშვათ ტრენინგების მხარდაჭერა. ველოდებით რომ შემოდგომაც გამოცხადდება კონკრეტული კონკურსი. იქნება სავარაუდოდ დაახლოებით 2 თვიანი ვადა პროექტების წარდგენისათვის. და ვინ განიხილავს საინტერესოა ამ პროექტებს? პროექტებს განიხილავენ ექსპერტები, რომელთა შერჩევასაც ასევე ახორციელებს ევროკომისია. აქვე მინდა დავძინო, რომ საქართველოს როგორც პროგრამის მონაწილე, საქართველოს ასევე აქვს საშუალება ასე ვთქვათ, ექსპერტულად მიიღოს მონაწილეობა ამ პროგრამაში, რაც ნიშნავს, რომ დამოუკიდებელ ექსპერტებს თავის დარგში შეუძლიათ მიმართონ კომისიას, გააგზავნონ თავისი რეზიუმე, CV და გამოხატონ სურვილი, რომ მიიღონ ექსპერტად მონაწილეობა ამ პროგრამაში და შეიძლება ვთქვათ, ასევე გახდეს ქართველი ექსპერტი ამ ესე ვთქვათ, საექსპერტო კომისიის წევრი, რომელიც განიხილავს პროექტს. გამოცდილება უნდა ქონდეს ვთქვათ ამ ექსპერტს, რომ მიიღოს ვთქვათ ისე და ისე თავის მიმართულებაში, ვთქვათ, პროფესიონალი უნდა იყოს ცხადია და განხორციელებული უნდა ქონდეს შესაბამისი პროექტები, წარმატებული პროექტები, რომელიც მის ექსპერტიზას ასახავს, კონკრეტული უნარები უნდა ქონდეს ცხადია ამ მიმართულებაში. საინიციატივო ჯგუფებს შეუძლია ამ პროექტში ჩართვა? თუ მარტო ვთქვათ იურიდიულ პირებზე აქვს საუბარი და სამწუხაროდ კი მარტო იურიდიულ პირს შეუძლია ამ საინიციატივო ჯგუფს მე ვიტყოდი, შეიძლება რეგისტრაცია გაიაროს როგორც გადასახადის განხილვა. პირველი რაიმე იურიდიული ვთქვათ ფორმა უნდა გამონახოს ვინაიდან ევროკომისიის ეს ვთქვათ დაფინანსება არის. თუმცა ამავდროულად შეიძლება განცხადებელი არ იყოს საინიციატივო ჯგუფი, განცხადებელი იყოს იურიდიული კომპანია, მაგრამ ამავდროულად ერთ-ერთი პარტნიორი იყოს ჯგუფის საინიციატივო პრობლემა არ არის. პარტნიორთა რაოდენობა, შეიძლება მინიმალური მოთხოვნა იყოს დადგენილი, მაგრამ ეს ვთქვათ მაქსიმალური არ არის ხოლმე შეზღუდული პირიქით, რაც დიდი ჩართულობა იქნება, ვინაიდან პროგრამის მიზანი თანამშრომლობა არის და ასევე სრული, პროგრამის მიზანი ასევე არის, რომ კულტურული მრავალფეროვნების გაზიარება შეძლონ ქვეყნებმა ერთმანეთში ამ პროგრამის მონაწილეობისას. შეიძლება მეტი აქტივობა იყოს ალბათ. კარგით, კიდევ ერთი მაყურებელი გვიკავშირდება საღამოშიდობისა, მოგესალმებით. მოგესალმებით. მე მაინტერესებს რეგიონის მოსახლეობას როგორ აწვდით ინფორმაციას, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის რეგიონებში ძალიან ბევრი ისეთი ადამიანია, ვინც სიამოვნებით ჩაერთვებოდა ამ კონკურსში. ახორციელებს თუ არა რაიმე სახის საინფორმაციო კამპანია? დიდი მადლობა კითხვისთვის, ძალიან კარგი და საინტერესო კითხვა იყო. როგორ ახდენთ მოსახლეობის ინფორმირებულობას? დიახ, მედია მიმართულებით მოგახსენებთ, რომ ჩვენი სამიზნე აუდიტორია არის აუდიოვიზუალური სექტორით დაინტერესებული ამ სექტორში ჩართული მოსახლეობა, ადამიანები, ასევე მულტიმედია სექტორში. ამიტომ გეკმავთ სხვადასხვა უნივერსიტეტში, სხვადასხვა ღონისძიებაზე პრეზენტაციებს, მაგალითად ახლახანს დავგეგმეთ ბათუმში ერთ-ერთი ღონისძიება, გვინდა რომ მთელი ქვეყანა მოვიცვათ, რომ მაქსიმალურად ყველას კონდეს საშუალება მიიღოს ინფორმაცია ამ პროგრამის შესახებ. ჩვენი ვებგვერდიც ძალიან აქტიური იქნება, ამჟამად საწყის ვარიანტშია, მაგრამ მომავალთვიდან უკვე უფრო აქტიურად გეგმავთ. თვითონ ჩვენი დესკები ახლა ჩამოყალიბდა, და შემოდგომიდან ველოდებით უკვე კონკრეტული კონკურსების გამოცხადებას, თუმცა ჩვენ გვინდა მანამდე მოვასწროთ და რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწოდოთ ამის შესახებ ინფორმაცია, ამიტომ ჩვენ გვიხილავთ
გამოვიხილავთ სხვადასხვა კონფერენციაზე, სხვადასხვა ფესტივალზე, სხვადასხვა ღონისძიებაზე, სადაც ჩვენი პროგრამის სამიზნე აუდიტორია იქნება წარმოდგენილი. ასევე ნიუსლეთერები, სხვადასხვა გადაცემებში მონაწილეობა და ასევე მადლობა მინდა გალაგიხადოთ მოწვევისათვის და იმედი გვაქვს საშუალება გვექნება მაქსიმალურად მეტ ადამიანს მივაწვდნოთ ხმა. ასევე ნებისმიერი საკომუნიკაციო სახე გვინდა გამოვიყენოთ, ასევე Facebook-ს გამოვიყენებთ, სოციალურ ბრენდინგს, ვებსაიტებს, ონლაინ პირდაპირ შეხვედრებს, კონფერენციებს, მოკლედ მაქსიმალურად. რუსთავში იგეგმება ეს საინფორმაციო სახის შეხვედრები, ვთქვათ, გეგმავთ თუ არა? დიახ, კი, აუცილებლად, რა თქმა უნდა. იმის მიხედვით, როგორც კი კონკურსზე გვეცოდინება, რომ ცხადდება ამ და ამ დროს და კონკრეტული პირობები. შემდეგ გააქტიურდებით უფრო მეტად, ვთქვათ, აი ამ შემდეგ როცა იქნება რეგიონებში კი, როცა გვეცოდინება, როდის არის კონკრეტული კონკურსი და რა სახის პირობებია, რომ გავარცვალოთ ინფორმაცია ამ პირობებზე კონკრეტულად. მრავალ ეთნიკურ რეგიონებში თუ გეგმავთ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს და რაიმე განსხვავებულ ფორმატში თუ მოხდება უკვე მათთან ეს შეხვედრები და ურთიერთობები. დიახ, აქაც ვფიქრობ, ანუ ღონისძიებებს უნდა დავეყნოთ ისეთ ფორმატს, რომელიც მისაღები იქნება მოსახლეობისათვის. სტრატეგიას ახლა განვიხილავთ სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ფორმას, როგორ შეგვიძლია მაქსიმალურად ეფექტურად მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ ასევე რაიმე იდეა იქნება, ვინმეს შეუძლია მოგვართოს. ჩვენ პირდაპირ კონსულტაციებსაც ვატარებთ, უკვე სხვადასხვა რეგიონიდან უკვე დაგვიკავშირდნენ გარკვეული შეხვედრები გქონდა უკვე სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლისგან და ამიტომ დიდი სიამოვნებით განვიხილავთ ახალ იდეებსაც, თუმცა ჩვენ თვითონ გარკვეული გეგმები უკვე გვაქვს. ვფიქრობთ ასევე უნივერსიტეტების მიმართულებით, ანუ აქაც ძალიან საინტერესო საზოგადოება არის, რომელიც შეიძლება დაინტერესოს და რომელმაც შეიძლება ისარგებლოს ამ პროგრამით. ასევე კონკრეტული ფესტივალებია, მაგალითად, ნიქოში იმართება ანიმაციური ფესტივალი, ძალიან საინტერესო. ანუ სხვადასხვა მიმართულებით შეგვიძლია ძალიან, ასე ვთქვათ, ეფექტურად მივაწოდოთ ხალხს. კეთი, რამდენი ხანია, რაც კრეატიულ ევროპას შეუერთდით და როგორც ცნობილია, ქვეყნებმა, ან მონაწილე ქვეყნებმა ეგრეთ წოდებული ბილეთის საფასური უნდა გადაიხადონ. თუ არის უკვე ცნობილი, რა თანხის გადახდა მოუწევთ მონაწილე ქვეყნებს უკვე? დიახ, საქართველოს ოფიციალურად შეუერთდა შემოქმედებით ევროპას 24 თებერვალს ხელი მოეწერა შეთანხმებას კულტურის სამინისტროსა და ევროკავშირს შორის. კულტურის მინისტრი ყავდა ჩვენ რამდენიმე კვირის წინ და მაინც დეტალურად ისაუბრა, მაგრამ თქვენ უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ? დიახ, ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა გადაიხადოს საწევრო იმისათვის, რომ მიიღოს მონაწილეობა პროგრამაში. საწევროს გადასახდების თანხა არის დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. საქართველოს შემთხვევაში კულტურის პროგრამაში ვიხდით 55,000 ევროს. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე დაბალი გადასახადია თუ არა? ყველაზე დაბალი არ არის. მონაწილე ქვეყნებს შორის. მონაწილე ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი არის. ანუ მაგალითად სერბეთი არსებობს, რომელსაც ჩვენზე არ ვიცი, ანუ როგორ შეედრება ჩვენს ეკონომიკას, თუმცა ისინი მარტო კულტურაში გაწევრიანდი, ანუ მედიაში არ არიან, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინა არის, ანუ ძალიან პატარა ქვეყანა არის მოიხსენებათ და ისინიც ორივე მიმართულებაში არიან მედიაშიც და კულტურაშიც. ამიტომ მეც ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი და ასევე უნდა აღნიშნოთ, რომ საწევროს ნახევარს ასევე ევროკავშირი აფინანსებს, რაც ასევე ანუ ძალიან რა თქმა უნდა ნიშანდობლივი არის. თუმცა უნდა აღნიშნო, რომ ანუ ჩვენთვის მარტო ფინანსური გრანტის მიღება არ არის ამ მნიშვნელოვანი ამ პროექტში. ასევე პროგრამაში მონაწილეობით ჩვენ შეგვიძლია თანამშრომლობის ახალი გზები გამოვნახოთ ჩვენს პარტნიორებთან ევროკავშირში, ახალი პარტნიორები ვიპოვოთ, ახალი უნარები შევიძინოთ, უკეთ წარმოვადგინოთ ჩვენი კულტურა, საკუთარი თავი ამ მიმართულებაში და ძალიან ბევრი სარგებელი მოაქვს, ესე ვთქვათ, გარდა იმისა, რომ კონკრეტული ფინანსური ცხადია სარგებელიც არის. კონკრეტულ სფეროებს, გარდა იმისა, რომ კონკრეტულ სფეროებს წაახალისებს, კიდევ დამატებითი ძალიან ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია, ესე იგი, ამ პროგრამას, რაც ძალიან სასიხარულოა. დამატებითი ინფორმაციისთვის, აი კონსულტაციისთვის დაინტერესებულმა კომპანიებმა, პირებმა სად შეიძლება რომ მიმართონ აი ამ პროგრამისთვის? თქვა თუ კულტურის პროგრამასთან დაკავშირებით არის შეკითხვები, შეუძლიათ მომართონ მე კულტურის სამინისტროში. კულტურის სამინისტროს ვებგვერდზეც არის ინფორმაცია შემოქმედებით ევროპაზე, სადაც არის ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია. ჩვენ გვაქვს ასევე ჩვენი ვებგვერდი, Facebook-ის გვერდიც და თუ კულტურის პროგრამაში არის, მაშინ კულტურის სამინისტროში არის კულტურის პროგრამის დესკი განთავსებული. რაც შეეხება მედიის დიახ, მედია, როგორც მოახსენეთ, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში გახლავთ, ასევე Creative Europe.gr ასეთი ვებსაიტი არსებობს. აქაც შეგიძლიათ მობრძანდეთ, იხილოთ ინფორმაცია. თუ დაგვიკავშირდებით ჩვენ სიამოვნებით გაგიზიარებთ კიდევ უფრო დიდ ინფორმაციას, ესე ვთქვათ,
ოთხივე მიმართულებით მედია აქვე პროგრამაში, ასევე შეხვედრებიც არის შესაძლებელი, ცხადია, რომ გაეცნობით პირობებს თუ დამატებით შეკითხვები გექნებათ. ამიტომ რამდენად ადვილია თქვენთან დაკავშირება? საკმაოდ ადვილია. მეც ვიტყოდი და რაც დრო გავაფიქრობ, უფრო და უფრო ხშირად გვიხილავთ და იმედია ძალიან არ მოგაბეზრებთ თავს, მაგრამ ჩვენი მიზანი სწორედ ის არის, რომ გაგიზიაროთ. ამ პროგრამის განხორციელებაში და საინფორმაციო შეხვედრებსაც აქტიურად გავაშუქებთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მონაწილეობაში, გადაცემაში წარმატებებს გისურვებთ. სტუდია 4 დასრულებულია. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.